სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა მოგესალმებით ყველას მეგობრებო ბიბლია ყოველ დღე და ჩვენ ვაგრძელებთ კითხვას სწავლას წმინდა მამების გამარტებით ფსალმონი 94 და ჩვენ ვიწყებთ პირველი მუხლიდან გთნდა უფალო ქვეყანა შენი მოაქციე ტყუ იაკობისი ბასილი დიდი გამარტავს რომ ესე იგი ანუ ღმერთო შენ გაგვახარე შენი მიწა და ფსალმონი ესე იგი დავით მე ფსალმონი მადლობას უხდის ღმერთს რომელმაც იაკობის ანუ იაკობი იგივე ისრაელის ტყვეობა დაასრულა და წმინდა იოანე ოქროპირი გამარტავს თქვათ მოკლედ ანუ ღმერთის მადლი ხო ღვთის მადლი ისრაელის მიწას აღადგენს მუხლი მეორე მიუტევენ უსჯულოებანიერსა შენსა დაფარენ ყოველნი ცოდვანი მათნი რას ნიშნავს ეს მეგობრებო ანუ შენ აპატიე ხალხის ცოდვები ღმერთმა თავისი ერის ცოდვები მთლიანად მიივიწყა ასევე წმინდა ათანასე ალექსანდრიელი ასე გამარტავს რომ ესე იგი ღმერთის მიტევება ხალხის განახლების დასაწყისია მესამე მუხლი დააცხრვე ყოველი გულის წყრომა შენი მოაქციე რისხვისაგან გულის წყრომისა შენისა ანუ შენ შეაჩერე შენი რისხვაო ღმერთმა თავისი სამართლიანი გაბრაზება შეარბილა ასე ვთქვათ გრიგოლ ნოსელი გამარტავს რომ ღმერთის რისხვა მიტევებით შეიცვალა ღვთის რისხვა შემდეგი მეოთხე მუხლი მომაქციენ ჩვენ ღმერთო მაცხოვარო ჩვენო და გარე წარაქცია რისხვა შენი ჩვენგან წმინდა ბასილი დიდი გამარტავს რომ ღმერთო მოგვაქციე და ესე იგი მოგვაშორე შენი რისხვა ეს თხოვნაა მეგობრებო რომ ღმერთმა ისევ მიიღოს თავისი ხალხი კირილე უკაცრავად კირილე ალექსანდრიელი გამარტავს რომ ხალხი ღმერთს ღვთის მის წყალობას ებედრება მის წყალობას მეხუთე მუხლი ნუ უკუნისამდე მრისხავ ჩვენ ნუცა განაგრძობ რისხვასა შენსა თესლითი თესლამდე ნუ ღმერთო ნუ გაგრძელდება შენი რისხვა თაობებზეო ასე ვთქვათ ეს გულწრფელი თხოვნაა მშვიდობისთვის ხო ავგუსტინეს გამარტება ასეთია მეგობრებო ხალხი ევედრება ვთქვათ ღმერთს შეწყვიტოს სასჯელი შეგასწრებთ ეს არის 94 ფსალმონი და მე-6 მუხლიდან ვაგრძელებთ ღმერთო შენ მომაქცინე და მაცხოვნე ჩვენ და ერი შენი იხარებდეს შენდამი ბასილი დიდი ღმერთო განგვაახლე გადაგვარჩინე რომ შენი სიხარულით გავიხაროთ ხალხი ღმერთს ესე იგი ღვთისგან ხსნას ელის იოანე ოქროპირი გამარტავს ესე იგი ღმერთის ხსნა ხალხს სიხარული მოაქვს ხო ღმერთის ხსნა ხალხში ხო მიჩვენე ჩვენ უფალო ეს არის მე-7 მუხლი მიჩვენე ჩვენ უფალო წყალობაი შენი და მაცხოვარებაი შენი მომეც ჩვენ ღმერთო გვაჩვენე შენი სიყვარული და ხსნა ეს თხოვნა ღვთის მადლის გამოვლენისთვის წმინდა ათანასე ალექსანდრიელის ასე გამარტავს რომ ღმერთის ღვთის წყალობა ხსნის გასაღებია ვისმინო მე რასაცა მეტყოდის უფალი ღმერთი ჩემი რამე თუ იტყოდეს იგი მშვიდობასა ერისა თვისისა ზედა და წმინდათა მისთა ზედა და მას ზედაცა რომელთა მოუქცევიან გულნი მისი მიმართ ესე იგი ღმერთი მშვიდობას პირდება თავის ხალხს
მაგრამ ეს მშვიდობა მათია, ვინც გულით მიექცევა, ასე ვთქვათ, ღმერთს. წმინდა გრიგოლ ნოსელი გამარტავს ამ მუხს, მერვე მუხს, რომ ღვთის სიტყვა მშვიდობას ძლევს, ერთგულებს, ესე იგი, ერთგულებს. შემდეგ ვაგრძელებთ მეცხრე მუხლი. რამე თუ აღს მოშიშთა მისთა მაცხოვარება იმისი, დამკვიდრება დიდებაი მისი ქვეყანასა ჩვენსა. ღვთის ხსნა ახლოსაა მის მოშიშებთან, მისი დიდება მიწაზე გამოჩნდება. ღმერთის მადლი ანუ მის ერთგულებს იცავს, მეგობრებო. შემდეგი წყალობაი და ჭეშმარიტებაი შეიმთხრინეს სიმართლემან და მშვიდობამან ამბორს უყვეს. ესე იგი წყალობა და ჭეშმარიტება ერთად მოდის, სიმართლე და მშვიდობა ერთმანეთს ხვდება, ღვთის სრულყოფილი სამართალია. წმინდა ავგუსტინე გამარტავს, რომ ეს მუხლი ქრისტეს მოსვლას მიანიშნებს, სადაც სიმართლე და მშვიდობა ერთიანდება. შემდეგი მეგობრებო, თქვენს თუ გაქვთ საშუალება, ტექსტ გააყოლეთ თვალი, ფსალმუნებს. მე-11 მუხლიდან ვაგრძელებთ. ჭეშმარიტებაი ქვეყანით აღმოსცენდა და სიმართლე ზეცით გამოჩნდა. ბასილი დიდი გამარტავს, რომ ჭეშმარიტება მიწიდან ამოვარდა, სიმართლე ზეციდან გამოჩნდა. ეს ღვთის მადლისა და სამართლიანობის გამოვლენა. წმინდა იოანე ოქროპირი გამარტავს, რომ ჭეშმარიტება და სიმართლე ღვთის ხსნის ნაწილია. და რამე თუ უფალმან მოსცეს სიტკბოებაი და ქვეყანამან ჩვენმან გამოსცეს ნაყოფი თვისი. ღმერთმა მოგცა სიკეთე, მიწამ გამოიღო ნაყოფი. ღვთის კურთხევა სიუხვეს მოაქვს. ანუ ღვთის მადლი მიწას ნაყოფიერებას ანიჭებს. და ბოლო მუხლი მე-13 მეგობრებო, სიმართლე მის წინაშე ვიდოდის და დადვას გზად სლვაი თვისი. და აქ უკვე დიდება იწყება. ესე იგი სიმართლე ბასილი დიდი გამარტავს, რომ სიმართლე ღმერთის წინ მიუძღვის, ღმერთის გზა სამართლიანობითა მოფენილი. მორჩით ჩვენ მეგობრებო და დაგვოცოთ ღმერთმა, გაგაძლიეროთ, უცილებლად ესე იგი წაიკითხეთ თუ არ გაქვთ საშუალება არზე მოусმინეთ ყოველდღე სახარება ტრანსპორტში, ქუჩაში, ხო, ყურსასმენით, მოასმენინეთ ბავშვებს და ესე იგი ყოველდღიურად მიიღეთ სულიერი საკვები. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. მადლობა.